საღებ უფრო დაწვრილებით მატჩის მსვლელობის დროს ვისაუბროთ, ახლა კი ცენტრიდან ქართველებმა დაიწყეს თამაში, ჩვენები ტრადიციული თეთრი წითელი ფორმით თამაშობენ. მოკლე გამორბენი დარტყმა და გაიხსნა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში 3-0 წინ საქართველოს ნაკრებია. მეოთხე წუთი მატჩისა 3-0 საჯარიმოთი ბურთი გაიტანა მერაბ კვირიკაშვილმა. მოვინიშნოთ. ეკოს 50 ფიქები აქვს მოგვეჭი და 50-ე მატჩი მისთვის იყო ზუსტად ორსიკ ხამაშურიძე. ჯაბა ბრეგვაძემ ააგდო, კარგად ორი ხელით მოვიგეთ და შეუტიეთ. ზირაკაშვილი გაარღვია ერთი ჯებირი დაცვისა. შემდეგ მამუკა გორგოძე ახლოსავარ ჩათვლის ხაზთან. ჩათვლის მოედნის ხაზთან უფრო სწორად. 3 მეტრი გაგვჭება ამ ორი დარტყმის შედეგად. 20 მეტრიდან დავიწყეთ და 3 მეტრი რჩება. კიდევ ერთი დარტყმა და პირველი ლელო დღევანდელ შეხვედრაში 8-0. ზირაკაშვილმა შეიტანა ლელო. ზირაკაშვილისა და მამუკა გორგოძის ის გარჯა, რომელიც მოედნის დაახლოებით 20-25 მოგების 20 წამია გასული. ახლა რეალიზაციას დავარწყავთ 7-ად და ამრიგად დებიუტი უკვე ჩინებულია. განმეორებით ნახოთ ეს ყოველივე. შემდეგ არის 3 ჩვენიანი შეიკრა, ერთმანეთს აწვევოდნენ, წინ ზირაკაშვილი იყო, ეხმარებოდნენ მაისურაძე. გამორბენი დარტყმა და არის და ანგარიში უკვე 10-0-ია თამაშის მე-9 წუთზე. მოვინიშნოთ პირველი ლელო დავით ზირაკაშვილისა, პირველი ჯარიმა მერაბ კვირიკაშვილის და მისივე გარდასახვა, რაც ჯამში 10 გულას შეადგენს. ჩინებული დასაწყისია შესანიშნოს ნაკრების, არამედ საფრანგეთის კლუბ მონპელიესი. კიდევ ერთი შეტევა, კიდევ ერთი ზიბზიბაძე უტევს, 2 მეტრი დარჩა ლელომ და ვერ მოახერხა იქიდან პასი და ჩვენია ისევ გურთი. რაც გადასარევი შეტევა იყო, კაჭარავა, ხამაშურიძე, მერე გორგოძე, ახლა ზიბზიბაძე, დავით ხინჩაგიშვილმა აიტაცა, ყველა იქ არიან ბურთით. ლელოში შევედით, მაგრამ გონი ვერ ვდებთ, რაღაც 9 მეტრია დარჩენილი, მაგრამ ბურთი ჩვენია, საჭმ არ დაუსტვინა, ხედავს რომ ბურთს ვაკონტროლებთ. აი ჯაბა ბრეგვაძე ეჭიდავება, ცოტა განზე წავედით, ახლა 10-15 მეტრი იქნება, კიდევ უფრო განზე, კიდევ დროშისაკენ და ლელო მე-11 წუთში. ნახავთ გამეორებაზე შევხედავ, გვინდა და დადებდა იქით აფთა ალბათ. შესანიშნავია, ჩინებული. აი გამეორებაზე ვხედავთ, ირაკლი მაჩხანელს აქვს ბურთი. არ ხამაშური, ბესიკ ხამაშურიც. ქუთაისის აია ამის კარგ წინაპირობას იძლევა, მაშინ პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი და მოთავებული იქნება. დღესვე ყურებლების სტადიონს, ტრიბუნებს აგერ დაარტყავ ლაიკუმ და ამჯერად გაიტანა 15-3. როდესაც ვადევნებ თვალს სავსე სტადიონს, ეს კიდევ ერთი უდიდესი სტიმულია და უდიდესი სიხარული თვითონ ეროვნული ნაკრების მოთამაშეებისთვის. ბოლო ჯარიმა პირველ ტაიმში, ლაიკუ ემზადება დასარტყმელად. გამორბენი დაარტყა და ამჯერად ზუსტი იყო რუმინელთა მე-10 ნომრის მიერ შესრულებული ჯარიმა. პირველი ტაიმი დამთავრდა 15-6 საქართველოს ნაკრები წინ არის. აი ასე მივდივართ შესვენებაზე. 10 წუთის შემდეგ ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენს პირდაპირ რეპორტაჟს ლოკომოტივის სტადიონიდან. ვაგრძელებთ პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის ლოკომოტივის სტადიონიდან, სადაც 2 წუთის წინ განახლდა ევროპის 1000-ის გათამაშების მე-4 ტურის კალენდარული მატჩი რაგბიში საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის. ტრადიციული მოკლე გამორბენი, ზუსტი დარტყმა და 18-6. უკვე 12 ქული დავწინაურდით. 18-6, მაგრამ ლელო გჭირდება. მეორე ტაიმში აიხლაღა გაიხსნა ანგარიში, აქამდე ერთ-ერთმა გუნდმა ქულა ვერ აიღო. 24 წუთი იყო საჭირო იმისათვის, რომ ეს თანასწორობა დარღვეულიყო, სტატუს კვა დარღვეულიყო. როგორც ბეტოქეს ეხერხება ხოლმე ჩვენს ბეტოქეს. 10 შერკინება 15 მეტრზე. მოკლე ფთაზე წავიდნენ.
ხაზით გვიტევდნენ, მაგრამ ჩვენმა დაცვამ ისევე სწორე ითამაშა. 15-ზე გავაჩერეთ, შემდეგ კიდევ ერთი მიზალება ჩვენს რელოში დაეცნენ. რეფერი აჩვენებს, რომ ვერ დაამიწეს ბურთი. 5 მეტრიანი შერკინება, რომელსაც ასარგებლად დაუფიქრებლად ამ დონეზე 1000-ზე ვიდეო რეფერი არ არის, კიდის საჯი იქ არის, საჯმა უკვე აჩვენა, ამიტომ გადაწყვეტილებას ვეღარ გადათქვამს, თუმცა მიდის და მაინც ეთათბირება. არა, ეხლა ლელო შეუტანია. არა და როდესაც ჟესტით აჩვენებ თუ რა მოხდა, მე კიდის საჯი აღარ უნდა ეთათბირო. ასეა თუ ისე ჩაითვალა ეს ლელო და თუ არ ვწდები ვლაიკუნდა 10 ნომერმა ვისაც ვერ გაქონდა აქამდე აი ამდენ საწინააღმდეგო. საინტერესო დეტალია, თავზე არ დგას ლევანდოვსკი. აი ისინი დაბნეული არიან, აი იქნება აი ერთი გამოიქცა ვერაფერად ბურთი ისევ წინ უვარდებათ. თუ ამდენი დაამატა, აი ახლა ხომ მაინც უკვე ბურთია და მატჩი დამთავრდა. ათიმოს ივერიელის თასი ჩვენია. 18-11. აი ასეთი ანგარიშით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა მეოთხე გამარჯვება ევროპის ერთა-თასის გათამაშებაში. მიულოცოთ საქართველოს ნაკრებს დღევანდელი გამარჯვება, მიულოცოთ მათ მწვრთნელს რიჩი დიქსონს, ყველა რაგბის კომაკს, ვინც გვიყურებდა და გვისმენდა და გადაცემა მოაწყო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. გადაცემის რეჟისორი ლევან ლეკვეიშვილი, კომენტატორები ზალ გიგინეიშვილი და თემურ ჯაფარიძე, მადლობას გიხდით ყურადღებისათვის. უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით.